მანემ თქვა, სირცხვილის საბაბად და მავნებელი მორიდების მიზეზად გვიხდება, ჩვეულებრივ. ის რომ ხშირად მამათაგან ზოგი შეიტყობს რა ძმათა გულის რახვებს, არა თუ არ კურნებს მათ, არამედ პირიქით გმობს და სასოწარკვეთაში აგდებს რაც, როგორც ვიცით, მომხდარა სირიის მხარეებში. იქ იყო ერთი ძმა, რომელმაც იქაურ ბერს გაუმღავნა თავისი გულის რახვები მთელი სიწრფელითა და ჭეშმარიტებით. დარცხვენის გარეშე გააშიშვლა რა მის წინაშე თავისი გულის დაფარულობანი, მაგრამ იმ ბერმა მოსმენისთანავე დაიწყო განრისხება და აღმსარებელი ძმის წინააღმდეგ შემართვა, კიცხავდა რა მას ესოდენ უგვანი ფიქრების გამო. ამ დროს კი ბევრ სხვას, ვინც გაიგონა ეს ყოველივე, შერცხვა რომ ეღიარებინა თავისი ცოდვები ბერთა წინაშე. ამბამოსემ თქვა, კარგია როგორც უკვე ვთქვი, საკუთარ გულიზრახვათა არ დაფარვა მამათაგან, თუმცა არათუ ნებისმიერს უნდა ვეუბნებოდეთ ახსარებას, ვინც კი დრო ამმა გააჭაღარავა, არამედ სულიერ ბერებს, რომლებსაც აქვთ გამრჩევლობა, რადგან მრავალნი იყვნენ, რომლებიც ასაკს აქცევდნენ ყურადღებას და მავანც ამ ნიშნით უმხელდნენ საკუთარ გულიზრახვებს, მაგრამ ისინი კურნების ნაცვლად სასოწარკვეთაში ჩავარდნილან ახსარების მიმღების გამოუცდელობის გამო, მართლაც ძმა ვინმე ფრიად გულმოდგინე და ამასთან ძლიერ შეწუხებული სიწვის ეშმაკისგან მივიდა ერთ ბერთან და გაუცხადა მას თავისი გულის რახვები, მან კი იყო რა გამოუცდელი მოისმინა და განრისხებულმა უბადრუკი და სამონაზნო სქემის უღირსი უძახა ამ ძმას, როგორც ამგვარ გულის რახვათა დამტევს. როდესაც ხსენებულმა ძმა მისმინა ეს ყოველივე, სასოწარკვეთაში ჩავარდა და დატოვა რა თავისი ადგილი, სოფლისკენ მიბრუნდა, მაგრამ ღვთისგანგებით შეხვდა მას მამა აპოლონი, ბერთა შორის უგამოცდილესი, რომელმაც ნახა რა იგი მშფოთვარე და მეტად დამწუხრებული. ასე კითხა მას შვილო, რა არის მიზეზი ესოდენი მჭმუნვარებისა. მან კი პირველად ვერაფერი უპასუხა მეტისმეტი უიმედობისგან, მაგრამ შემდეგ, როდესაც ბევრს ეხვეწა ბერი, ყველაფერი მოუთხრო თავის შესახებ და უთხრა გულიზრახვები მტანჯავენ, ხშირად რის გამოც მივედი და გაუცხადე ისინი მავან ბერს, რომლის თქმითაც არ არსებობს ჩემთვის სასოება ცხონებისა. ამიტომაც გადავიწურე იმედი და უკან ბრუნდები სოფელში მოისმინა ყოველივე მამა აპოლონმა. შემდეგ დიდხანს ევედრა და არწმუნა ამ ძმას, ეუბნებოდა რა, ნუ იუცხოვებ, შვილო, ნურც სასოწარკვეთას მიეცემი, რადგან მეც კი ამ ასაკში და ასეთი ჭაღარით სწორედ ეგ გულის რახვები. ტანჯავს ძალუმად, ამიტომ ნუ შეგიპყრობს უიმედობა ესოდენი განხურვების გამო, რაც არა იმდენად კაცობრივი გულმოდგინებით განიკურნება, რამდენადაც ღვთისკაცთმოყვარეობით, მხოლოდ დღეს მომმადლე დღეს, რომ დაუბრუნდეს შენს კელინს. ასეც გააკეთა იმ ძმამ, მამა აპოლონი კი გაშორდა მას, მივიდა იმ ბერთან, რომელმაც გაწირა ხსენებული ძმა, გარეთ დადგა და წრემლით ევედრა ღმერთს. თქვა რა უფალო, რომელიც სარგებლობისთვის მოაწერ ჩვენზე განსაცდელებს. შემოუქციე იმ ძმის მტერი ამ ბერს, რომ თავის სიბეარეში მაინც ისწავლოს მან განსაცდელისგან ის, რაც ამდენი ხნის მანძილზე ვერ უსწავლია. და ამის შემდეგ თანამგრძნობი გაუხდეს იმ მათ, რომლებსაც ბრძოლები აქვთ, როგორც კი დაასრულა ლოცვა მამა აპოლონმა, იხილა მან კელინის ახლოს მდგომი ეთიოპიელი, რომელიც ისრებს სტყორცნიდა ბერს, ის კი ისრებით დაჭრილი, ანაზდეულად აქეთ, იქით აწყდებოდა როგორც მთვრალი, ბოლოს ვერ შეძლო რა მან ამ მდგომარეობის დათმენა, გამოვიდა კელინიდან და იმავე გზით, რომლითაც ადრე ის ახალგაზრდა ძმა წავიდა, ესეც სოფლისკენ დაიძრა. ამბა აპოლონი მიხვდა, რაც მოხდა. წინ შემოხვდა ხსენებულ ბერს და უთხრა საით მიდიხარ. ან კი რა მიზეზი იმ შფოთვარებისა, შენ რომ შეუპყრიხარ. იმ ბერმაც ისაზრა, რომ მის შესახებ ყველაფერი იყო ცნობილი. წმინდა აპოლონისთვის, ამიტომაც სირცხვილისაგან ვერაფერი მიუგო მას. მამა აპოლონმა კი უთხრა დაუბრუნდი შენს კელინს. ამიერიდან იცოდე შენი უძულრება და იფხარ შენი თავი ამ როგორც გაუმეცრებული ეშმაკისგან, ან და როგორც აბუჩად, აგდებული მისგანვე, რადგან მასთან შერკინების ღირსად ვერ გამოჩდი, თუმცა რატო ამბობ შერკინებას, რადგან მის შემოტევას ერთი დღეც ვერ გაუწელი. ეს ყოველივე კი შეგემთხვა შენ. ვინაიდან როდესაც ახსარების სათქმელად მიიღე ამ საერთო მტრის გამკვეთებული ახალგაზრდა ძმა, ნაცვლად იმისა, რომ ბრძოლისთვის მოგემზადებინა, იგი სასოწარკვეთილებაში ჩააგდე, ისე რომ არც კი შეგიცვნია ბრძნული უწყება გადაარჩინე, ვინც სასიკვდილოდ მიყავთ და მოსაკლავად განწირულთა გამოსყიდვას ნუ დაინანებ. არც უფლის იგავი გისაზრებია, რომლის თქმითაც დამსხრეული ლერწამი არ უნდა გავტეხოთ. არც თუ ბუტავი პატრუკით ჩავაქროთ, რადგან ვერავინ შეძლებდა მტრის მზაკრობათა დათმენას, ან და ბუნების ცეცხლოვანი მდუღარების დაშრეთას. ღვთის მადლი რომ არ იფარავდეს ადამიანურ უძულებას, ამიტომ ახსრულებულია რა ჩვენზე ეს მაცხოვრებელი განგებულება ღვთისა, საერთო ლოცვებით ვევედროთ ღმერთს,
რომ ის მატრახიც უკუაგდოს შენს. წინააღმდეგ რომ მიუშვა მან, რადგან სწორედ იგია, ვინც ტკივილს გვაყენებს და კვლავ აღგვადგენს, ვინც დაარტყა და ვის მახელებმაც განკურნეს, ვინც ამდაბლებს და ამაღლებს, მოაკვდინებს და ცხოველყოფს. ჯოჯოხეთში ჩაყავს და ამოხავს უთხრა რა ეს და ილოცა. დღისვე გაათავისუფლა იგი მასზე მოწევნილი ბრძოლისგან და ამასთან შეაგონა, რომ ღვთისთვის ეთხოვა მას, ებოძებინა მისთვის ენა სწავლულობისა, რათა სცოდნოდა თუ როდის მართებდა სიტყვის თქმა მას. ყოველივე ზემოთქმულიდან ვიგებთ, რომ არ არსებობს სხვა რამ უსაფრთხო გზა ცხონებისა, თუ არა საკუთარ გულის რახვათა აღიარება იმათ წინაშე, რომლებიც მამათა შორის უგამოცდილესნი არიან, რომ ამ მამათა მიერ სათნოებითი კანონი მივიღოთ და არ მივყვეთ საკუთარ გულის რახვასა და განსჯას, რადგან უმართებულო იქნებოდა, რომ თუ კი ვინმე ზემორე შემთხვევის მსგავსად შეხვდებოდა თქვათ ერთ ლიტონ ბერს ან და რამდენიმეს გამოუცდელს, ამის გამო უარეხო მას საკუთარ გულის რახვათა აღიარება თვით უგამოცდილეს მამათა წინაშეც და მოეძაგებინა წინა მამათა გადმოცემა, ვინაიდან საკუთრივ ის, რომ ჩვენმა წმინდა მამებმაც არათუ თავიანთი თავიდან გამომდინარე, არამედ ღვთისგან და ღვთივსულიერ. წერილთაგან აღძრულებმა გადასცეს შემდგომ თაობებს, რომ წინ წასულთათვის ეკითხათ მათ რჩევა.